ჩვენ გვაქვს ორი სასარჩელი მოთხოვნა. პირველი სასარჩელი მოთხოვნა შეეხება ხალხთა ასოციაციას უარი მოეთქვა სუდიდის განმავლობაში მიმდინარე საატესტაციო პროცესის დაკვირვებაზე, ხოლო მეორე სასარჩელი მოთხოვნა ეხება სუდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განთავისუფლებას, რომელშიც გავთხრება მიუღდა წარმომადგენლებს და საატესტაციო კომისიის ხდომის ოქს სასარჩელოდ ამასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, რომ მე ამ თანამდებობას ვერ შევინარჩუნებდი არჩევნებში არა დამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. პარტიამ და მაჟორიტარმა წააგო და გამგებლობის კანდიდატმა ლაშაგობიამ მოიგო 6 ხმით. მაგრამ მაინც არ იყო ეს მათთვის მისაღები შედეგი ალბათ. როდესაც კოალიციაში შემავალი იყო რესპუბლიკური პარტია, მაშინ ვიყავი რესპუბლიკური პარტიის წევრი. ვიყავი იმ პარტიაში, აი კოალიციაში შემავალი პარტიის ზონის კოორდინატორი ვიყავი, შვილი დაცვის სამსახურში მუშაობდა. ნუ ერთი სიტყვით მე დავინიშნე სოფელ აბასთუმანში საკონკურსო საალისის შემდგომ დავინიშნე აბასთუმანში გამგებლობის და მე მგონი რომ ერთი წლის განმავლობაში ნუ თუ ისე შეიცვალა ეს ჩემი აზრი და გონება რომ უკვე არ გამოვდგები აი ამ თანამდებობაზე, იმიტომ რომ იგივე ის საატესტაციო კომისია იყო მაშინაც დასაუბრებაზე, ვინც დღეს იყო. ნუ ჩემი აზრით ეს არის პოლიტიკური, მეტი სხვა არაფერი. კომისია მიიღება განაცხადებამდე, რომ ამ ეტაპზე, ანუ შიდა საატესტაციო პროცედურებში არ ყოფილიყო დაშვებული. კომისია მოქმედებდა სრული ანონის დაცვით, ანუ ჩვენ ის ორგანიზაციები, რომელიც გვევალებოდა, რომ ყოფილიყო, ეს იყო პროფკავშირები, რაც წარმომადგენელი იყო კომისიის მუშაობაში ჩართული, ხოლო სხვა არასამთავრობოებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე იქნა გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად მიუხედავად დიდი პატივისცემისა და მათი ავტორიტეტისადმი არ იქნა ამ ეტაპზე მათი მონაწილეობა დაშვებული. კომისიაში ყველა შეეხება იმ 9 ადამიანს, რომლებმაც გაასაჩივრეს ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. სამართლებრივი კომისია მოქმედებდა სამართლებრივისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით და ის გადაწყვეტილება, რომელიც კოლეგიალურად იქნა მიღებული, ემყარება ანალიზს მათი საქმიანობის, ანუ კომისიის მიერ გაანალიზებული იქნა მათი მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, რამდენად ეფექტურები იყვნენ, რამდენად შეესაბამებოდა მათი კვალიფიკაცია, პროფესიული თუ პიროვნული უნარჩვევები იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც უყენებს გამგეობა ამ თანამდებობის დამკავებელ პირებს. ჩაწერა რო იყო, ეს არ არის მნიშვნელოვანი, რომ აუდიო ჩაწერა იყო თუ არა. კომისიის წევრები